სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ ეფექტურად ემუშავა მკვლელობა არ მოხდებოდა და ეს არის საქმე, რომლის გამოძიება, თავარი ფაქტების უტყუარად დადგენა შეიძლებოდა სულ რამდენიმე დღეში. როდესაც პირველივე დღეს შეეძლო გამოძიებას, რომ უტყუარი და ნეიტრალური მტკიცებულებები მოეპოვებინა, თუმცა შეგნებულად არ გაკეთდა ეს. ზოგადად შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება ყოველთვის რთულია, კარგად მოგეხსენებათ, მით უმეტეს, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიდის საქმის ჩაფარცხვის ოპერაცია. ამ თვეების განმავლობაში, თუნდაც იმ ტელეფონებიდან ძალიან ბევრი ინფორმაცია გაქრა და წაიშალა. ისეთი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო გარდამტეხი ამ სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ტარიელ კაკაბაძის პოზიცია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. უტყუარი და ნეიტრალური მტკიცებულებები შესაძლოა ყოფილიყო ამ საქმეში მოპოვებული, მაგრამ იმის გამო, რომ გამოძიება არ იმუშავა სწორად, ამიტომ ეს მტკიცებულებები არ არის მოპოვებული. კი ბატონო, ეხა ეს შეიძლება ბევრ მიზეზს დაუკავშიროთ, იქ შეიძლება იყოს გამოძიების კვალიფიკაციაზე გაგვიჩნდეს კითხვები, შეიძლება ვიღაცის ინტერესები დავინახოთ, შეიძლება ნუ რაღაც გარემოების გამო ავხსნათ, რატომ არ არის ეს მტკიცებულებები მოპოვებული, მაგრამ ის რომ უტყუარი და ნეიტრალური მტკიცებულებები დღეის მდგომარეობით საქმეში არ დევს. ამას იძახის თვითონ ბატონი ტარიელ კაკაბაძე. ფაქტი, რომ ეს მტკიცებულებები საქმეში დღეს არ არის, ეს ხო თავისთავად ცხადია, მათ შორის აი ამ პოზიციიდან. იმ ნაწილში, რომ ეხა ეს არ მოხდა რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ამაზე შეგვიძლია ჩვენც გქონდეს მსგავსი მოსაზრებები და ჩვენს ვთვლიდეთ, რომ დიახ, გამოძიებამ არ იმუშავა სწორი მიმართულებით, არ არის არანაირად შეკრებილი ის მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებას დაანახებდა ობიექტურ ჭეშმარიტებას. ამ შემთხვევაში ოჯახის ადვოკატიც ბატონი ტარიელ კაკაბაძეც გვეუბნება ზუსტად იგივეს, იმედი მაქვს, რომ ესეც იქნება საზოგადოების მხრიდან სწორად აღქმული.